მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს ბატონი დავით კუხალაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენ აუდიტორიას, მადლობა მოწვევისათვის. ბატონ დავით, მოკლედ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური სამიტი იყო. დღეს უნდა დასრულებულიყო წესით. მე უკვე აღარ მიდევნებია თვალყური, იმიტომ რომ ძირითადი რაცათქმელი იყო და სანახავი ამ ორ დღეში მოხდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ის არის, რომ ყველას გაუჩნდა ესეთი შეკითხვა: ანკორიჯის სული დასრულდა? და მე და თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პოდკასტებში. თქვენ რას ფიქრობთ კერძოდ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ესე იგი სერგეი ლავროვმა, რომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ბაიდენის ომი და ეხლა უკვე გადაიქცა ტრამპის ომად, გამომდინარე იქიდან, რომ რუბიომ სენატში მოსმენების დროს აღიარა ფაქტობრივად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არანაირი მოდერატორი არ არის და არის მხარე. აღიარა მანის, რომ წლების განმავლობაში და ახლაც აფინანსებს უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე სამხედრო კომპონენტით და შემდეგ ძალიან ისეთი მკვეთრი განცხადება პუტინის, რომ ფაქტობრივად რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენა ამ ბოლო ერთი კვირის დამანგრეველი იერიშის მიტანის დროს, თურმე ეს არ ყოფილა სრული შესაძლებლობები და იგივე მაგალითისთვის ორეშკინი მოიყვანა. არეშნიკი, ბოდიში, გვარში მეშლება. და ეს არეშნიკი თურმე ყოფილა, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბალვანკა, ანუ ყველანაირი შიგთავსის გარეშე და რაღაც დაზვერვითი გასროლები გავაკეთეთ და ძალიან უცნაური სიტუაცია შეიქმნა და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ეს არის სახელმწიფო უშუალოების საკითხები. ეს პირდაპირ გვეხება ჩვენ ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა და თქვენ რას ფიქრობთ? აი, რა შთაბეჭდილება დაგჭირთ? მართლა ანკორიჯის სული ეს დამთავრებული თემაა, თუ ეს უბრალოდ შირმა იყო თავიდანვე და ეხლა რაღაც რეგენერირებას განიცდის? ესე იგი, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმ გარემოებით, რომ თქვენ ეხლა ჩამონათვალი გააკეთეთ რა ტიპის ურთიერთობები არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. იქ რა თქმა უნდა, ოპერატიული თამაშის ელემენტები იყო და რაღაც პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომლითაც თავის იმიჯი იცავდა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ერთ რამ აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მყარი კოორდინაცია არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერო სტრუქტურებსა და უკრაინის სადაზვერო სტრუქტურებს შორის, როგორც დიდ ბრიტანეთის სადაზვერო სტრუქტურასა და უკრაინას შორის. პირველ რიგში მაინც უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდებოდი, იმიტომ რომ სწორედ მასეა დიდი ბრიტანეთის სადაზვერო სამსახურზე არის სწორედ დამოკიდებული ზელენსკის სიცოცხლე. მისი პირადი დაცვის უზრუნველყოფა სწორედ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებზეა მინდობილი. რაც შეეხება სადაზვერო კოორდინაციის დაანჩენ აქტორებს, ესენი გახლავან აბსოლუტურად ყველა ის სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხმარება უკრაინას. ამიტომ ყველაფერი ის, რაც თქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოაჩენდა როგორც თქვათ არააგრესორ სახელმწიფოს და რაღაც განსხვავებული სტრატეგიების ქონის და რაღაცა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენ ეთერში და მე სხვა მასმედიის საშუალებებში, რომ ზოგადად მე პირადად ესეთი განცხადებებს ამჯერა, იმიტომ რომ საქმე მან წარმოგაჩინო შენ და ამას თუ გავითვალისწინებთ და ყველა იმ მოვლენას, რაც განხორციელდა პრეზიდენტ ტრამპის მოსვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ძალიან არა სასურველი სიტუაცია ზოგადად მსოფლიოში შექმნილი და მათ შორის ჩვენი სადარდელი გვაქვს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები და აქედან გამომდინარე ჩვენი უყოფებით საკმაოდ ძალიან დიდ წნეხში. ეხლა სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მე მინდა რომ ძალიან ერთი მცირე მაგალითი მოვიყვანო მაინც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და თქვენი გულისწყვილით მიმართულია ჩვენი ქვეყნისაკენ და ჩემით. დააკვირდით ზოგადად
იმ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ინსპირირებას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე განხორციელდა, განსაკუთრებული გამოყოფის ღირსი არის ეგრეთ წოდებული სამკუთხედი. ეს არის რუსეთი, საქართველო და რუსეთი, უკრაინა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურებმა და საერთაშორისო აქტორებმა, რომ იმისათვის, რომ მათ გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე, აუცილებელია სწორედ იმ რელიგიური კავშირის ჟღვევა, რომელსაც ისტორიული დანიშნულება ქონია ამ სახელმწიფოებისათვის. ეხლა უკრაინასაც შეეხება კიდევ უფრო მძიმე ვითარება არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ მე მაინც ვფიქრობ, რომ გარდა რელიგიურისა ძალიან სხვა ტიპის და ძალიან ახლო კავშირები არსებობს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ჩვენ რაც არ უნდა ეხლა მორიდებით ვისაუბროთ ამ თემებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ როგორც ირანთან განვითარებული მოვლენები უკავშირდებოდა ეთნიკურ რელიგიურ ნიშანს, ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინასთან განვითარებული უკრაინა-რუსეთს შორის განვითარებული მოვლენებისას ძალიან დიდი როლი ითამაშა ეთნიკურ რელიგიურმა ფაქტორმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის კუთხით. და ეს ფაქტორი დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ადგილს და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული შესწორების საგანი უნდა ქონდეთ ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც ამაზე არ რეაგირებენ. ვფიქრობ, რომ ამის გათვალისწინება უნდა გვიწევდეს ჩვენ და მოგვიწევს ალბათ, როდესაც საფრთხების იდენტიფიცირებას გააკეთებს ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ ამ ეთნიკურ რელიგიურ ხასიათს საომარი მოქმედებებისას აუცილებლად ხაზგასმა უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სამკუთხედი, მართლმადიდებლური სამკუთხედი პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს არის ირანი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შორის განვითარებული მოვლენები. რაც არ უნდა ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შორიდან უცქიროთ ამ პროცესებს და ენა მოვიჩლიქოთ, არაფერი არ გამოგვია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ საომარ მოქმედებებში ვფიქრობ, რომ ეთნიკურ რელიგიური ნიშნებიც არის ძალიან მაღალ დონეზე გამოკვეთი. ის რომ უკვე ამერიკის შეერთებული შტატები არ ერიდება იმის განცხადებას, რომ ის წარმოადგენს მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ სამწუხაროდ, რომ ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთ რაიმეს, ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ალიასკაზე და საბოლოო ჯამში ის ორი მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც დომინირებისათვის იბრძვის საერთაშორისო არენაზე, რაზე შეთანხმდა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმ თეატრალური სცენებისა, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვაკვირდებით, შესაძლებელი ეს იყოს გარკვეული სცენარების ნაწილი და ამ სცენარების უკან იკვეთებოდეს უფრო მსაკრული გეგმა, რომელსაც საბოლოო ჯამში რაღაც კონკრეტულ შედეგამდე რომელიც კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანს ამა თუ იმ აქტორს საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ მაინც ჯერ დღის სინათლეზე გამოტანილი არ არის შედეგობრივი თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს აქვს დაძველების ხარისხი. არაერთხელ მithქვამს სხვადასხვა მოვლენების მხრივ და ყველა თეატრალური წარმოდგენა ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დასრულდეს. კიდევ ჩვენ არ გავგვიანალიზებია და მსოფლიოს არ გავანალიზებია რა დიდი მოგებები ნახეს საერთაშორისო აქტორებმა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას. ამაზე ვსაუბრობ როგორც რუსეთის მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ნახა მნიშვნელოვანი მოგება გარდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს არის გახდა ქვეყანა, რომელმაც პრაქტიკულად აუნაზღაურებელი ზიანი განიცადა. მე არ ვსაუბრობ შენობებზე, არ ვსაუბრობ იმას, რომ მთლიანად განადგურდა სამეცნიერო-ტექნიკური სექტორი და ბევრი რამ უკრაინაში. ეს ყველაფერი შეიძლება აღდგენას დაექვემდებაროს, მაგრამ აღდგენას არასოდეს აღარ დაექვემდებარება ჩვენ და სამწუხაროდ რაღაც ალბათ გარკვეული აწრეულები დაჭირდება გენოფონდს, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა. ამას თუ იმას დავუმატებთ, რომ პრაქტიკულად მაღალი ინტელექტის მქონე მოსახლეობის უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა დატოვა უკრაინა და მათ შორის მაღალი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ის ძირითადი ნაღები, რაც სახელმწიფო საკუთარი ეროვნულ საფრთხეების უზრუნველსაყოფად ჭირდება,
მოწილი აქვს უკრაინას და ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ იქ პროცესები განვითარდეს ისე, როგორც ეს იქნება უკრაინის ინტერესებში. შესაძლებელია, რომ ესეც სწორედ იყო ერთ-ერთი ფუნდამენტი ჩადებული იმისათვის, რომ რეალურად ომის დასრულების შემდეგ უკრაინა გამოყენებული იქნას როგორც ფულის გათეთრების მნიშვნელოვანი სეგმენტი და ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთან სამდღიანი საომარი მოქმედების დამთავრების შემდგომაც ჩვენ და სამწუხაროდ ამას ახალ დღეს ყოფმა ხელისუფლებამ 2012 წლის მერე მოსულმა ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება ვერ გაამახვილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ყოფილი ხელისუფლების პირობებში იმ საომარი მოქმედებების შემდგომ უცხო ქვეყნებიდან შემოსულმა დახმარებებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეინიშნებოდა ფულის გათეთრების ნიშნები. აღარაფერს აღარ ვსაუბრობ იმ უხარისხო შენობა ნაგებობებზე, რომელიც აგებული იქნა და რომელიც რეალურად არ შედიოდა იმ ინტერესში, რომელიც თქვათ საქართველოს სჭირდება. ბატონო დავით, მაშინ მე მგონი იარაღის ხარისხზეც იყო სერიოზული კითხვის ნიშანი. ამაზე რა თქმა უნდა, ყველაფერი კომბინირებულად ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო განხილული. ჩვენ ცოტა სიღრმისეულად უნდა შეგვესწავლა აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ვწუხარ, რომ ამ მიმართულებით 2012 წლის მერე მოსულმა ხელისუფლებამ მოვლენები არ წაიყვანა ისე, როგორც ქვეყნის ეროვნულ საფრთხეობას შეესაბამებოდა. ეხლა ალბათ მიზეზი გვაინტერესებს, ხო, რატომ არ წაიყვანა. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ დავაკვირდით, რომ ეგრეთ წოდებულ წუწკ მაღალჩინოსანთა გარემოცვაში იმყოფებოდა სახელმწიფო მმართველობა და ახლა როდესაც წუწკზე ვსაუბრობთ, ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მოწყვლადები არიან სხვადასხვა მიმართულებით და არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულწილად არსებობდა გარკვეული ტიპის გარიგებები უცხო ქვეყნებთან და მათ სადაზვერვო სამსახურებთან და კიდევ ალბათ ამაში არ შეიძლება რომ ვიდაოთ, რომ ყველაზე ცუდი რაც დღემდე ხორციელდება, ეს გახლავთ არასწორი საკადრო პოლიტიკა, სადაც თავმოყრილი არიან მაღალ თანამდებობრივ იერარქიაზე პირები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ქმედებით თუ მოქმედებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში არა მარტო ჩართული იყვნენ პოლიტიკურ კორუფციაში, არამედ აშკარად მონაწილეობდნენ ისეთ ქმედებებში, რომელიც შეიცავდა ორგანიზებული დანაშაულების ნიშნებს. გასაგებია. ესე იგი, საგარეო პოლიტიკა გადატვირთვის რეჟიმში შედის აშკარად. ჩვენ შეგვიძლია ეს უკვე თამამად ვთქვათ. და მაინც, აი როგორც ამბობენ, სადაზვერვო ნიშნებით რუსულად უფრო სხვანაირად ჭარბობს, მაგრამ ჩვენ რო კორექტულად გამოგვივიდეს, როგორ ატყობთ? აი ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურება საქართველოს მიმართულებით. საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ჩამოსული, ალბათ ერთი კვირის წინ თუ არ მეშლება, შეხვდნენ როგორც ჩვენ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, აქ მნიშვნელოვანი ხაზი გაუსვა თქვენ რელიგიაზე სწორად გააკეთეთ აქცენტები. მათ ჰქონდათ ვიზიტი საპატრიარქოში და ჩვენს ახლადარჩეულ კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდნენ და ეს ხდებოდა ფაქტობრივად ფონად გაზრდებდა აი იმ ცვლილებების ვითარებაში ყოფ სოფლიოს და თქვენ მაინც რა შთაბეჭდილება გჭებათ? რატო მობრუნდნენ საქართველოსკენ? ოღონდ უკვე განსხვავებული კუთხით, ანუ ჯინ შაჰინისა და მსგავსი დაუშვათ სენატორების ან სხვა კონგრესმენების განსხვავებით, ეხლა რიტორიკა არის შეცვლილი და მე ესეთი შთაბეჭდილება მჭება, რომ ზუსტად რაღაცა რბილი ძალის გამოყენებას აპირებენ საქართველოს მიმართ და აი მე ვიცი რომ წვდომა ბევრ რამეზე შეიძლება თქვენ არ გქონდეთ, მაგრამ ხო არსებობს აი ესეთი ტერმინოლოგია, რომ სადაზვერვო ხედვით ან დაუშვათ რაღაცა აი ანალიტიკური ხედვით და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ეს? გადატვირთვა ურთიერთობის თუ გადატვირთვა კი არა, არამედ სადღაც ჩათრევა ან რაღაც ამდაგვარი. პირველ რიგში მე მაინც კიდევ ისევ იმ პრობლემას დავუბრუნდები, რაც იმ საომარ მოქმედებებს შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის რაც განვითარდა, ერთ რამე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი გამოიცადა.
აბსოლუტურად ყველაფერი ამ ტერიტორიაზე გამოიცადა და ჩვენ ბედად ჩვენ ერთ-ერთი იმაში ალბათ ყველაზე მეტად გამოგვადგა ის რომ ჩვენი ტერიტორია არ იყო საკმარისი იმისათვის რაც უკრაინაში ხორციელდებოდა თუ დამერწმუნეთ რომ ძალიან ცუდი პროცესები შეიძლება განხორციელებულიყო საქართველოსთან მიმართებაში. აი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ იმ ტერიტორიაზე რომელზეც ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს აქ არის პრაქტიკულად სამხედრო ხასიათის სამეცნიერო ტექნიკური დაზვერვის მიმართულებით ძალიან მაღალი დონის ექსპერიმენტები ჩატარებული. ახლა ამაზე მოდით შორს ნუწავალთ და მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ და გეტყვით რომ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ნებისმიერ ტერიტორიაზე სადაც საომარი მოქმედებები მიდის კოსმოსური დაზვერვით კონტროლდებოდეს ეს ტერიტორია, ესე იგი ქვეყანას რომელიც კოსმოსური დაზვერვით ამას აკონტროლებს, მას აქვს შესაძლებლობა წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს. სხვადასხვა ტიპის იარაღის შემოსვლას თუ ეს შემდეგ და ეს შემდეგ ძალებისა და საშუალებების, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უყურებდით რომ ძალიან ფართო მასშტაბით გარკვეული იარაღების შედინება ხორციელდებოდა უკრაინაში. ამიტომ ამ საკითხით თუ ჩვენ ყველაფერს დავუკვირდებით, კიდევ ერთხელ ალბათ ის ვერსია, ალბათ ორის მაღალი ხარისხით, რომელიც მე გამოვთქვი, ალბათ უფრო დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად სოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ ძალიან დიდი მოგება ნახა ამ კონფლიქტით, ავსაუბრობ მარტო ფინანსურ მოგებაზე. და კიდე ეს არის პერსპექტივა, რომ ძალიან მაღალი დონის ფინანსური მოგებები ნახო. ეხლა რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებებს, პირველ რიგში სანამ ამის შეფასებას გავაკეთებ, ერთ ესეთ პრაქტიკაზე მინდა რომ ძალიან მცირე რამოდენიმე წამი დავუთმო მცირე პრაქტიკას, რომელიც ზოგადად საგამოძიებო პროცესისათვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, როდესაც მაღალი დონის დანაშაულის გახსნას აპირებს სპეცსამსახური. ამ შემთხვევაში ზუსტად ხდება გარკვეული როლების გადანაწილება, როდესაც არსებობენ ეგრეთ წოდებული კეთილი, ოპერატიული თანამშრომლები და კეთილი გამომძიებლები და არსებობენ ბოროტი ოპერატიული თანამშრომლები და ბოროტი გამომძიებლები. როდესაც ბოროტი გამომძიებლები და ოპერატიული ესე იგი ეს მოარული ხმები არ არის, ესე იგი ეს რეალური პრაქტიკაა. ეს რეალური პრაქტიკაა. ეს აბსოლუტურად თუ დამეჯერება მინდა გითხრათ რომ მაღალი დონის დანაშაულის ზოგადად გახსნაში ესეთი მეთოდოლოგია მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ სახელმწიფოში არის გამოყენებული. აღარაფერს არ ვსაუბრობ კიდე სხვა მნიშვნელოვან მეთოდოლოგიებზე რომელიც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, როდესაც ბოროტი ოპერატიული თანამშრომელი და გამომძიებელი ვერ აღწევს თავის მიზანს, ამ დროს საქმეში შემოდიან კეთილი გამომძიებელი და კეთილი ოპერატიული თანამშრომელი. ეს ჭყალებში ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. და მოდი ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ აუცილებლად ამ მოვლენას. უბრალოდ დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას. როგორ შეიძლება მე დავიჯერო თქვათ სახელმწიფოს, რომელიც თავის ისტორიის განმავლობაში არაერთ აგრესიულ აქტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ამას ადასტურებს. ეხლა რაც შეეხება ვიზიტს მართლმადიდებლობისაც ძალიან კარგი არის და მივესალმები ესეთ ვიზიტს, რა თქმა უნდა. არ შეიძლება რომ რომელიმე მართლმადიდებელს, რომელ სახელმწიფოშიც ის არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ხელი კრა არ მიიღო, არ უნდა ისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ეტაპზე რბილი ძალის ელემენტი, რომლითაც გარკვეული მცდელობები არსებობს, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან პირველ რიგში კარგი ადამიანი, ახალი კათოლიკოს პატრიარქი და ვფიქრობ, რომ მისი გონიერება ძალიან დიდად წაადგება საქართველოს სტაბილურ ვითარებას და მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაც არ იქნება გულხელდაკრეფილი და მას აქვს გარკვეული ინფორმაციული ნაკადები, როგორც სადაზვერო, ისე კონტრსადაზვერო მიმართულებით, თუ რას ემსახურება ესა თუ ის ვიზიტი საქართველოში. ეხლა მე არც ვიზიტით ყოფილი ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად ყველა ტიპის ინფორმაცია რაც გამოჩნდა ღია წყაროებიდან, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, მოსახლეობის რაოდენობით და იქ ეთნიკური და რელიგიური თქვათ ჯგუფების თავსებადობით, მე ვფიქრობ, რომ
რაღაც გადამწყვეტს მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევრები არ წარმოადგენენ რაღაც განსაკუთრებულ და დიდ რაოდენობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ვიზიტი, ძალიან კარგად უნდა გამოიყენოს ეს როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიამ, ისე საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ ყველაფერი უნდა განხორციელდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის არ წასულა. არის ორი ტიპის წასვლა. ერთი არის წასვლა, როდესაც სახელმწიფო გადის წყვეტს სხვადასხვა ტიპის კავშირებს, მაგრამ ტოვებს ეგრეთ წოდებულ კონსერვირებულ აგენტურას და მეორე არის, როდესაც პრაქტიკულად სახელმწიფოს იძულებულს ხდიან, რომ გავიდეს იმ არეალიდან, სადაც ის დომინირებდა და შესაბამისად იზოლირებული არის აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ამ ქვეყნის აგენტურულ აპარატს. ჩვენ ესეთი ტიპის იზოლირება ვერ დავინახეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სისტემურად პოსტსაბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდში სიღრმისეულად შედიოდა აბსოლუტურად ყველა სტრუქტურაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყველა ტიპის სწავლება, მათ შორის მაღალი რისკის სწავლებები, რომელზედაც ვფიქრობ, რომ არ უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელის გააგზავნა. გამოყენებული იყო სადაზვერო გადაბირებისათვის. ჩვენ ახლა აქტიურ ციკლში ვიმყოფებით, სადაც საქართველოს კონსადაზვერო უწყება ძალიან მაღალი დონის სპეცოპერაციებს ატარებს აგენტურული აპარატის გამოვლენის კუთხით. მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფერი ამას საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ვერ უყურებ ადამიანებს, რომლებიც ჩაშშობენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. ჩვენ და მე ახლა გეტყვით რამოდენიმე სექტორს, სადაც ძალიან მარტივად შეიძლება უბრალოდ რომ კორუფციული ფაქტები გამოავლინო და ამის შემდეგ უკვე გამოძიებამ შესაძლებელია რომ იმჟელოს და საკითხი გადაიტანოს უკვე ხომ არ იყო ეს ყველაფერი გარკვეული ნიშანთა ერთობლივება, რომელიც უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურებოდა საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ კორუფციის ნიშნებზე და შემდეგ შეიძლება გადაწყობა იმ მიმართულებით, რომ როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ აუდიტების შემდეგ მიზნობრივი თანხები არ იყო გამოყენებული მიზნებრივად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის უნარიანობა თუ სხვა მიმართულებით პროცესები, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ესე დაბალ დონეზე არ უნდა ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ძალიან მოგებული დარჩება. ამიტომ რაც არ უნდა დააგვიანოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ის აგვიანებს რეალურ ოპერატიულ ვითარების სურათის ჩამოყალიბებაზე ზრუნვას. სახელმწიფო, რომელიც აგვიანებს ესეთ სურათის ჩამოყალიბებას, მას ზოგადად უნარი არ აქვს, რომ სწორად მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რეაგირება გააკეთოს შემდეგ ამ საფრთხეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, მე მესმის აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ აი რაც შეეხება ჯავშობას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გამოვლენა აუცილებლად უნდა იყოს. მე ხა შეკვეთას არ ვაძლევ, რა თქმა უნდა და თქვას არ ვასწავლი კონდაზვერის უწყებას, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რაღაცატომ რჩება ესეთი საბერძნილება, რომ ალბათ ყველაზე დიდი რაოდენობით იმ შეღწევადობის მასშტაბებიდან და შეღწევადობის ხელშეწყობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში განსაკუთრებით 2003-დან 2012 წლის ჩათვლით და შემდგომ პერიოდშიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი ინტენსივობით აგენტურული აპარატი გააჩნია ამერიკულ შეერთებულ შტატებს. მათ შორის ძალიან დიდი აგენტურული აპარატი გააჩნია, ვფიქრობ, თურქეთს. ახლა რამოდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ერთ-ერთ მასმედიის საშუალებებში და იქაც დავაფიქსირე ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებსაც. ვფიქრობ, რომ მუშაობის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს სახელმწიფოს. ახლა ნახეთ, მოდი განვიხილოთ მხოლოდ ერთი მაგალითი. აი ყველაზე კარგი მაგალითი, რაც შეიძლება რომ საქართველოს პოსტსაბჭოთა საქართველოს კონდაზვერის ისტორიაში ერთ-ერთ კარგ ნიმუშად შევიდეს, ეს გახლავთ საფრანგეთის დაზვერვის გამოაშკარავება ნივთიერი მტკიცებულებებით. ახლა რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საფრანგეთის დაზვერვას? ეს არის სამხრეთ კავკასიაში მეორე მნიშვნელოვანი ჩავარდნა საფრანგეთისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეცსამსახურები არ არიან კომპრომეტირებული და კომპრომეტირებულია საფრანგეთის ხელისუფლება,
მე სასწორის პრინციპით, როდესაც გადავალეგე საფრანგეთის ხელისუფლების დამოკიდებულებები საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, მათ შორის მთავარი ფიგურანტი, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ფიგურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა პერიოდში და მისი მოქმედებები, ეს იყო აშკარად ძირგამონთხრელი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს იყო მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისაკენ ცდილობები და ვფიქრობ, რომ ის მარტივი ეგრეთ წოდებული გაცილება, რაც მოუწყვეთ საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ, ვფიქრობ, რომ იყო ძალიან დიდი პატივი ამ სპეცსამსახურისათვის, მაგრამ მეორე მომენტსაც უნდა დავაკვირდეთ, რომ ეს არის გარკვეული კუთხით მე შეიძლება აღვიქვა როგორც დამცირება საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურს. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულწილად ტოვებდა იმის დაბეჭდილებას, რომ თითქოს ის მოხდა და თითქოს რაღაც მორჩა, არაფერი არ მორჩა. იმ ადამიანების ნაცვლად საქართველოში აუცილებლად გამოიგზავნებიან განაცვლების პრინციპით სხვა მაღალი დონის მზვერავები, რომლებიც აუცილებლად უფრო კონსპირაციულად იმუშავებენ და შესაბამისად გააგრძელებენ ძირგამოთხრელ საქმიანობას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ესეთი საზოგადოებრივი აზრი არ უნდა შეიქმნას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მნიშვნელოვნად წარმოდგენილი არიან უცხო ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსებში და ისინი ახორციელებენ სწორედ ისეთი ტიპის საქმიანობას, რასაც ქვია გადაბირება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეები, შეიძლება მოქალაქეობის არ მქონე პირების და სხვა ქვეყნის მოქალაქეების და სხვადასხვა ტიპის დესტაბილიზაციის ორგანიზებას. აი ეს არის ძირითადი მაგათი მოვალეობა, რა თქმა უნდა, ინფორმაციის შეკრება სხვადასხვა პროცესების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებ და ესე შემდეგ და ეს შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოტა შორზე გავიჭერით, მაგრამ პირდაპირ კავშირში არის მნიშვნელოვანია, როდესაც მე თქვენ შეკითხვებს ვისვათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, საფრანგეთიც სიღრმისეულად იყო შემოჭრილი მათ შორის ნახეთ 2008 წლის სამომარი მოქმედებების დროს და პრაქტიკულად ის შუამავლობას ახორციელებდა და შუამავლობა სარგებლის მიღების გარეშე არ არსებობს. ჩვენ კიდევ არ ვიცით რა სარგებელი ნახა საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ შუამავლობით, მაგრამ იმ პერიოდში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად კოორდინირებით მოქმედებდა საფრანგეთი და კოორდინაცია ნიშნავს სადაზვერვო სამსახურებს შორის ასევე კოორდინაციაზე და შესაბამისად აუცილებელია რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს. მათ შორის თუ ჩვენ ბრიტანული პროტექტორატის ისტორიას განვიხილავთ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და თანამედროვე ეტაპზე ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ასევე დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების აქტივობას. მე მგონი რომ თქვენთანაც ვქი და მასმედიის საშუალებაში ვიმეორებ. ისეთი გათავხედებული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომ აშკარა ფორმით ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს. საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის ჩავარდნა გამოწვეულია იმით, რომ რეალურად საქართველოს შექმნილი იყო მოწყვლადი ვითარება და ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა დღევანდელ ხელმძღვანელობაზე ამას არ ვლაპარაკობ, მაგრამ ყოფილმა ხელმძღვანელმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შეექმნათ ძალიან დაბალი დონის სპეცსამსახურის სტატუსი საქართველოს კონდაზვერვისათვის. მე არ მჯერა იმის, რომ ერთ თვეში, ორ თვეში, 6 თვეში და ერთ წელიწადში მოხდა საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის მოქმედებების გამოვლა, ეს არის რამოდენიმე წლიანი საქმიანობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავხედობას საზღვარი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ არსებობს მეთვალყურეობის სამსახური ყველა ქვეყანაში და უფრო განსაკუთრებული აქტიურობით უნდა იყოს გამორჩეული და სახელმწიფომ უნდა უკარნახოს ზოგადად ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებს თუ ზოგადად კომერციულ სექტორს იმ რისკებისა და საფრთხეების შესახებ, რომელიც ზოგადად ქვეყანას უდგას და მისცემენ უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმის საშუალებას, რომ სადაზვერვო პროპაგანდა განახორციელონ ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, მისცემენ ჩვენი ქვეყნის პროფესორებს იმის საშუალებას, რომ ისინი წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ბერკეტს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისას უცხო სახელმწიფოში. თუ ამაზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც კი ერთად სიმბიოზში განხორციელდება
ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით სახელმწიფოს კომპრომოტირება მაღალი დონით, ეს იქნება წინა ეტაპი იმისათვის, რომ ხელისუფლება ძალადობრივად იქნეს დამხობილი. ყველაზე საშინელი ხელისუფლების პირობებშიც კი პირადად მე როგორც ჩემი დარგის სპეციალისტი ყოველთვის წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო გადატრიალების და ძალადობრივი მეთოდებისას, იმიტომ რომ ვიცი შინაარსობრივად ყველა ის დატვირთვა თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები და ვიცი რომ ამ პროცესებში მაღალი აქტივობებით არიან ჩართული უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს პროცესები განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს და კიდევ ერთხელ რაღაც მომეცა თქვენ ეთერში გამოსვლის საშუალება მინდა რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ვისაურო, რომ აუცილებელია რომ საქართველოს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყება აუცილებლად უნდა დაშორდეს ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩემი როგორც გარეთ მდგომი ადამიანისაც, რომელსაც აქვს გარკვეული როგორც პრაქტიკული, ისე მეცნიერული გამოცდილება ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა მოხდეს დაშორიშორება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, როგორც კონტრსადაზვერვის, ისე სადაზვერვო უწყებისა. მე ვფიქრობ, რომ შეცდომებია დაშვებული და არა უსაფრთხო გადაწყვეტილება დაზვერვის ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეყვანისა და მათ შორის კონტრსადაზვერვაც უნდა იყოს ცალკე გამოსული და ამ შემთხვევაში ეფექტი უფრო მაღალი იქნება და ვფიქრობ, რომ სულ სხვა და სხვა სახელმწიფო იერარქიას უნდა ემორჩილებოდნენ ეს სამსახურები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, რომ სწორედ ამ სამსახურების მეშვეობით ხორციელდება გადატრიალებათა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და იმ შემთხვევაში თუ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება არ ექნება ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არის მაღალი რისკი სახელმწიფო გადატრიალებისა და ვფიქრობ, რომ ეს უკვე მეორე გამოსვლა ამ მიმართულებით ჩემი და იმედია, რომ ამას ხელისუფლება გადახედავს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. და კიდევ ერთი რამ ეხლა კონკრეტულად არ შევეხები პერსონალიებს, არ მიყვარს ზოგადად პერსონალიებზე საუბარი, მაგრამ იმდენად ვფიქრობ, ნორმალურად ვსაუბრობ და კარგად ვაძლევ იმ ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას, ვიზრუნოთ ვსაუბრობ, ისინი აუცილებლად თავის თავს მოიძებნიან. ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაგაჩნიათ სათანადო გამოცდილება სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიმართულებით, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად შეამციროთ თქვენი მონაწილეობა ნებისმიერი კანონპროექტის თუ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ამძიმებთ ამ ვითარებას, რასაც თქვენთან ერთად განიხილავენ და რეალურად თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ხორცმეტი და არ ემსახურებით უსაფრთხო გადაწყვეტილების მიღებას. მე მგონი, რომ თვითშეგნების დონეზე მაინც კარგია, რომ ესეთ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ. არ თქვენი ასაკი, არ თქვენი გამოცდილება არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ესეთი დონის გადაწყვეტილებები მივიღოთ და მე ვთხოვობ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტები გააკეთოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ვართ მოწადინებული იმისათვის, რომ საქართველოს გააჩნდეს მყარი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ვერასოდეს ვერ იქნება მიღწეული, თუ არ იქნება უსაფრთხო გადაწყვეტილებები. უსაფრთხო გადაწყვეტილებებს საფუძველს უყრის ამ გადაწყვეტილების ჯგუფის უსაფრთხო კომპლექტაცია. აბსოლუტურად გეთანხმებით და მე ერთი რამ მინდა ვთქვა, აი ის კონტრსადაზვერვო საქმიანობა და ამ საქმიანობის შედეგები, რაც საქართველოს სახელმწიფომ გამოავლინა ბოლო ერთ თვის განმავლობაში, მართლა მისასალმებელია. მე სიმართლე გითხრათ, აქედან ესე ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი იყო მიზინებული და თვითდინებაზე მიყოლილი, მაგრამ ფრანგებთან დაკავშირებით იქ რამდენიმე პირი გამოაშკარავეს ესე იგი უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომ დავიცვათ ეჭვმიტანილები არიან რუსეთთან და არა მხოლოდ სადაზვერვო თანამშრომლობით და კიდე როგორც ჩანს ბევრი საქმე არის წარმოებაში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ რიცხვში არ განისაზღვრება, როცა ესეთი кейსები იძრება და მე ისეთი შტაბ-ეშტილება მრჩება ბატონო დავით, რომ საქართველოს პრიორიტეტად აიღო კონტრსადაზვერვო სამუშაო, რატომ? იმიტომ რომ თვლის სახელმწიფო, რომ მისი ძირითადი გამოწვევები არის ქვეყნის შიგნით. და ცოტა არ იყოს სადაზვერვო სამსახურს შესაძლოა ამ ყურადღებას აკლებს ამ ფინანსურ ან ინტელექტუალურ რესურსს და ჩვენ კარგად გვახსოვს, როცა საბჭოთა კავშირში
სადაზვერვო და კონცადაზვერვო სამსახურები, ასე ვთქვათ, შეჯიბრებითობის პრინციპითაც კი მოქმედებდნენ და მე საბოლოო ჯამში, როცა ვერტიკალში ზემოთ იდებოდა ინფორმაცია, ზუსტად ამ ორი უწყების მოპოვებული ინფორმაციით ხდებოდა მე ობიექტური შედეგის გამოტანა. ეს ნათელი მაგალითია და ეს მხოლოდ საერთაშორისო არ ეხება, ეს მოდელი იყო ყველა ნორმალური განვითარებული ქვეყნისთვის და იმედი მაქვს, რომ სადაზვერვო სამსახურებსაც ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ და რაც თქვენ ძანეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს ასე უნდა იყოს. არ შეიძლება რომელიმე უწყების ერთმანეთში ათქვევა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს კარგს არაფერს არ მოიტანს და თქვენ როგორც პროფესიონალს ეს ყველაზე კარგად გესმით. ერთი მცირე შესწორება მინდა კი ბატონო. მომთქვამში რომ ნახეთ, არ არსებობს ზოგადად მოდელი და არც უარსებია ზოგადად, როდესაც ქვეყნის წარმატებაზე ვსაუბრობთ, რომ რაიმე ტიპის განსხვავება იყოს წარმატებაში სადაზვერვო და კონცადაზვერვო უწყებას შორის. ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც სადაზვერვო კონცადაზვერვო უწყება იყოს წარმატებული და სადაზვერვო უწყება იყოს წარუმატებელი ან პირიქით. ამიტომ აქ ეს ყველაფერი სასორის პრინციპით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე მაინც ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენ აქ ფინანსების არასაკმარისობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ეს იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, არ არის ძალიან რთულად განსაზღვრა თუ რა ფინანსები იხარჯება. დაზვერვაზე განსაკუთრებით დიდი თანხებია საჭირო. არ არის. და მე ეხლა მაინც ერთ პატარა შედარებას მოგიყვანთ. ეს დიდ სახელმწიფოებს ამის საშუალება აქვთ. თქვენ შემიძლია ერთ შეკითხვა რო დაგისვათ. რა თქმა უნდა, როგორ არა. მოგიდგენიათ, შესაძლებელი არის თუ არა ზოგადად, რომ ერთიანი პოლიტიკური ნების შემთხვევაში მსოფლიომ დაამარცხოს როგორც ტერორიზმი, ისე ნარკობიზნესი. რა თქმა უნდა არა. რატომ არ ხდება? იმიტომ არ ხდება, რომ ეს არის პრაქტიკულად იარაღი სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დაფინანსების სამიზნეს სახელმწიფოებში. ჩვენ ნახეთ, რომ ცივი ომის შემდეგ ინფორმაციის ზოგადად განსაიდუმლოებამ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე უკვე რუსეთის ფედერაციის პირობებში, მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი, ისე რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, რაღა უნდა დაზიანებულიყო. და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, იმიტომ რომ სახელმწიფოს ეროვნული საფრთხეების კუთხით განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მონაცემები არ უნდა გამოედოთ, იმიტომ რომ იქ ჩანდა აბსოლუტურად ყველა ის მიმართულება, სადაც ეგრეთ წოდებული დემოკრატია პრაქტიკულად შელახული იყო, უпроსორად აღსრულებული იყო სხვა ქვეყნების ინტერესების დაზიანების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენც ბევრი რამ ამ კუთხით მოსაწესრიგებელი გვაქვს, მაგრამ რისი თქმა მინდოდა, ნახეთ, გარდა ამისა, ჩვენ ერთი რამ არ გავგვიანალიზებია და არავის პასუხი არ უგია, არაერთხელ სხვადასხვა მასმედიის საშუალებებში მე გამოსულად და ამის შესახებ განმიცხადებიან. ამ 35 წლის განმავლობაში ძალიან აშკარა მოქმედებები გამოიკვეთა სპეცსამსახურების გრევასთან დაკავშირებით. მე გესაუბრებით 2005 წელზე, როდესაც პრაქტიკულად უძლიერესი სტრუქტურით მოქმედი სახელმწიფო უშროების აკადემია გააუქმეს. ეხლა რა თქმა უნდა მის სტრუქტურაზე და იქ რა ხდებოდა ამაზე რა თქმა უნდა საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ გააუქმეს სრულიად დაუსაბუთებლად და უნდა გავიხსენოთ აუცილებლად 2016 წელი, როდესაც ასევე გააუქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, პოლიციის აკადემია ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად ამ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ჩამოყალიბება და იქ იყო როგორც სამაგისტრო სწავლება, ისე საბაკალავრო და იყო მცდელობა რომ სადოქტოროზე გადასულიყო პოლიციის აკადემია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სახეზე ჰქონდა მისი გაუქმება. არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში დღევანდელ ხელისუფლებას არ გადაუფასებია მოვლენები თუ რით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული, როგორ აუნო ამან სახელმწიფოს და რა შედეგები მოგვიტანა. ესე იგი ჩვენ ეს რომ მათემატიკურში გადავიტანოთ, ციფრობრივში გადავიტანოთ, ეს იქნება ალბათ უდიდესი ზიანი, რომელიც მიადგა ქვეყანას. არაფერს არ ვსაუბრობ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სხვა სახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მექანიზმები მოშლილია. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ობიექტურად უნდა შევხედოთ აბსოლუტურად ყველაფერს და რაღაცა დიდი იმედები არ უნდა შევუქმნათ არც საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ობიექტურად აანალიზებს იმ სიტუაციას, რა სიტუაციაში ქვეყანა არის და სპეცსამსახურიც, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რაც მიმაჩნია ის არის, რომ ეს არის სრული დაუდევრობა საკადრო აღრევის კუთხით. მე ერთ მაგალითს მოგიყვებით. უდესაც ერთ-ერთი ღონისძიების დროს პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, ეს არის საბჭოთა პერიოდის ეს არის რა ქვია ღონისძიება, უდესაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი იყვნენ ასევე პოლიციელებთან ერთად სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები. და შესაბამისად სპეცოპერაციის დროს ოპერაცია ტარდებოდა. ობიექტმა, სპეცოპერაციის ობიექტმა უკვე როდესაც ოპერაცია დასრულდა, სასახად გამოიცნო ეს ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები. მე ხარ რაც ვთქვი, მე მგონი საკმარისია ამის იქით არ წავალ, მაგრამ არა მარტო სპეციფიკა, არამედ ფსიქოლოგია. ძალიან ბევრი რამ არის განმასხვავებელი, რაც ასხვევებს ერთმანეთს კონდაზორის, დაზორის თანამშრომლებს და სხვებს. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ფსიქოლოგიური შესწავლა უნდა განხორციელდეს, არა მარტო ფსიქოლოგიური იმ პირებისა, რომლებიც ხვდებიან სპეცსამსახურებში. ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ყველა ბიზნესისაგან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მათი ბიზნესში მონაწილეობა და ირიბად იქიდან გამოსვლა ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე ზოგადად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. რეალურად კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს ზეწოლის მექანიზმებით კონდაზორისა და დაზორის უწყებებში. გარკვეული თხოვნების და დალდატანების საფუძველზე თანამშრომელთა მიღება და ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრი შერჩევა და მე მაინც განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დღევანდელ უნივერსიტეტებზე და ვფიქრობ, რომ დღევანდელ უნივერსიტეტებში არსებობენ ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები, უნდა მოხდეს მასშტაბური შერჩევა, მასშტაბური შესწავლა და უნდა მოხდეს მასშტაბური სწავლება. შესაძლებელია, რომ ყველა ვერ დასაქმდეს, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს მასშტაბური რეზერვი, რომელიც კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში იქნება გამოსადეგი. ეს ამ მდგომარეობაში ვართ, რომ გინდოდეს სრული რეფორმის ჩატარება, არ გაგაჩნია რეზერვი და აქედან გამომდინარე ძალიან ძნელად ჩასატარებელია ესეთი მასშტაბური რეორგანიზაცია. ამიტომ ყველა ის ჩაბუდებული ეგრეთ წოდებული მავნე ელემენტი, ეგრეთ წოდებული ვირთხა, რომელიც ესე უწოდებენ ზოგადად სპეცსამსახურებში, რომლებიც ჩაბუდებული არიან და ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილებისას ისინი სკამის ფორმას ინარჩუნებენ თავიანთ თანამდებობებთან ერთად, მათ არასოდეს არ აწყობთ ესეთი ვითარების და სისტემის შეცვლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელმა მინისტრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ესეთი ტიპის რეზერვი შეიქმნას და ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი თუ ამას გააკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. და კიდევ ერთი, ახლა უბრალოდ ღია წყაროში მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ რეზერვის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. და არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ეროვნული უსაფრთხოებისათვის მიზანშეწონილი, მაგრამ მე მაქვს ძალიან ვფიქრობ ნორმალური და უსაფრთხო ხედვა, თუ რატომ არის ეს რეზერვი კიდე აუცილებელი. თუ ვინმე ამისთვის დაინტერესება, დიდი სიამოვნებით ყოველგვარი სასხლის გარეშე მე შემიძლია რომ ჩემი მოსაზრებები მივაწოდო, თუ არა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მე არა მაქვს რაიმე ტიპის გართულება, რომ ეხლა აი ვინმეზე ძალდატანება გამოვიყენო, მათ შორის ფსიქოლოგია. მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია საქართველოს განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამის პრობლემაზე და რატო გამახსენდა ეს ყველაფერი ეხლა თქვენ რო გისმენდით, მე ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდებოდა სარეზერვო ბაზის შექმნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე უშიშროების სამსახურში. როგორც წესი, უშიშროების სამსახურს მიყავდათ ჰუმანიტარული ფაკულტეტებიდან, მაღალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდები და ფინანსური სასწავლო პლატფორმებიდან, მაგალითად იგივე პოლიტექნიკური რიგი მიმართულებებიდან და ასევე უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტებიდან ხდებოდა საკადრო რეზერვის შექმნა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეგრეთ წოდებული ობხ ერქვა მაშინ, შიდა საგამოძიებო ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ და
ფაქტობრივად იყო კადრების რეზერვაცია. ეს დიდი კამპანია იყო და სახელმწიფო სჭირდებოდა. გამომდინარე იქიდან, ეხლა რაც ხდება ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში, იმ უნივერსიტეტებში, რასაც შეიძლება რთულია რომ დაარქვა სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულება, იქ რეზერვის პოვნა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, იმიტომ რომ ის ახალგაზრდობა სულ სხვა რაღაცით არის დაკავებული, მათ სულ სხვა ორიენტაცია აქვთ და მოდი უხეშადაც ვიტყვი, თავი აქვთ გამოტენილი სულ სხვა ღირებულებებით. იქ სახელმწიფო აზროვნება საერთოდ არ არის და მე არ ვიცი სად უნდა შეეკრიბოს ეს რეზერვი. სიმართლე გითხრათ ეს არა, ვერ დაგახმაროთ. თუ მე დამეჯერება, მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტის სწავლების ამ ეტაპზე ვასწავლი ორ უნივერსიტეტში და მაქვს კიდე შეხება სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან და მინდა დამერწმუნოთ ერთ რაიმეში, რომ მე მესმის, რასაც თქვენ ამბობთ და მეც ამაზე არაერთი განცხადება გამიკეთებია, მაგრამ მე არ ვსაუბრობ, რომ ეს უნდა იყოს რაღაც თქვათ 1000-ობით და 2000-ობით თქვათ სტუდენტის შერჩევა, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ საკმარისია, რომ თქვათ წელიწადში სულ მცირეს ვიძახი. ესეც რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა განსაზღვროს და მე უბრალოდ ჩემ მოსაზრებას ვამბობ, რომ წელიწადში შესაძლებელია, რომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული იქნას 100-მდე სტუდენტი, ამის შესაძლებლობა არსებობს. არსებობენ ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე სტუდენტები, რომელსაც ზოგადად საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და ისინი ძალიან ზომიერად და ობიექტურად აფასებენ ვითარებას და აქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. მე ძალიან ბევრ შეხვედრი ვარ ესეთი ტიპის სტუდენტებს, ძალიან მოკლე მაგალითს მოგიყვანთ, ეხლა თქვენ ვარ გეთქვათ, მე შეიძლება ამაზე არ მესაუბრა, მაგრამ მე მაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ეს არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც მომეცა შესაძლებლობა, რომ საბაკალავრო სტუდენტებთან, გამორჩეულ სტუდენტებთან, რომელიც რა თქმა უნდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩემსა და ამ სტუდენტებს შორის მოხდა, რომლებიც შერჩეული იქნა ჩემს ორგანიზაციაზე პრაქტიკის დროს, რომ ჩვენ შევძელით, რომ გამოგვეცა მონოგრაფია. ესე იგი, ბაკალავრის დონეზე, რომ უნივერსიტეტს აქვს შესაძლებლობა, რომ მონოგრაფია გამოსცეს და მყავს ესევე სტუდენტი, რომელიც მაგისტრის დონეზე იყო და მანაც ჩემთან ერთად კიდევ ერთ-ერთ პროფესორთან ერთად კიდევ ერთი მონოგრაფია გამოიცა და დღესაც მყავს მე რეზერვში სამაგისტრო სწავლების სტუდენტი, რომელიც ესე უკვე დასვით ეტაპზეა მონოგრაფიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ესეთი სტუდენტების მოძიება არის შესაძლებელი. ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებლად ცოტა ნათესავების ბიძაშვილების და მამიდაშვილების ესა რა ქვია მიღებაზე უნდა ვთქვათ უარი და რაც მიღებული ყავს ალბათ ბევრი გამოსაშვებიც იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლანდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორი სისტემის დაშორიშორების შესახებ და შესაბამისად პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იქნება მაღალი დონის შესწავლის პროცესი, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც ეს თანამშრომლები მოღვაწეობდნენ ამ სისტემაში. მე ერთხელ ამ მიმართულებაზე ვისაუბრე და ეხლა კიდე განვავრცობ თუ მაგის დრო და საშუალება. კი ბატონო, ჩვენ ლიმიტი არ გვაქვს, რამდენიც საჭიროა იმდენი ვისაუბროთ. მე ძალიან შორსა ვარ იმ წარმოდგენისაგან, რომ დაბალი შუალედური და დაბალი დონე არა, რგოლის თანამშრომლებს არ აქვს უნარები, რომ მოიპოვონ ინფორმაციები, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით სისტემური ხასიათი აქვს ამ ინფორმაციების კარგვას და შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან დიდი რაოდენობა ხელმძღვანელი რგოლისა, რომელიც პრაქტიკულად მოღვაწეობდა და მოღვაწეობს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ აუცილებელი არის ამ პროცესების შესწავლა და მიმართავ საქართველოს პარლამენტს. მიმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ დავიწყოთ ამ მიმართულებით აუცილებლად ზრუნვა. როგორც კი თანამშრომელი დაინახავს იმას, რომ მის წესიერებას და პატიოსნებას და შრომას აქვს დაფასება, დამერწმუნეთ, რომ ათმაგი ენერგიით ისინი გააგრძელებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების სასარგებლო მოღვაწეობას. თუ ისინი კვლავ იმას შეხედავენ, რომ ყველაზე მეტი უსაქმური და ყველაზე მეტი ინფორმაციის კლაპავი და რეაგირების სურვილის არ მქონე თანამდებობის პირები იმყოფებიან თანამდებობებზე, დამერწმუნეთ, რომ მათი შრომის ეფექტიანობა არის და იქნება ძალიან დაბალი. და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ოპერატიული ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ თუნდაც ერთი ზარმაცი ან ერთი ინტელექტუალურად
საშუალო დონის თანამშრომელიც კი ყავდეს სისტემაში. ეხლა თუ ინმეს რაიმე პრეტენზია აქვს შემგამონათქვამთან, უბრალოდ ძალიან მოკლედ შევახსენებ ერთ რაიმეს. მე კიდევ უფრო დარწმუნდი იმაში, რომ არის არასათანადო, არაპროფესიონალური მიდგომების სისტემაში, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში, ესეც პირველი შემთხვევაა, რომ მოგვაწოდა ხელისუფლებამ ინფორმაცია და არა მარტო მოგვაწოდა, არამედ დააკავა მაღალი დონის თანამდებობის პირები და ბევრი თანამდებობის პირი დარწმუნებული კიდე დაკავებას აუცილებლად დაექვემდებარება თავის ამოქმედარიდან, ამიტომ იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ჩადიოდნენ, მათ სჭირდებოდათ კომპლექტაცია მოწყვლადი ჯგუფებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეიძლება ვისაუბროთ უცხო ქვეყნების მოწყვლადობაზე სპეცსამსახურების მიმართ და კიდევ უფრო მაქვს მაღალი ესე რა ქვია, რწმუნება იმაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა მიიღონ გადამჭრელი ზომები. რაც არ უნდა, ეხლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც დროის გადაგორებაზე ვიფიქროთ, იცოდეთ, რომ ეს დრო არ გადაგორდება. პირიქით შესაძლებელია ისეთი ლავა წამოვიდეს მეორე მხრიდან, რომ შემდეგ ამის შეკავება უბრალოდ ვერ შეეძლოთ. იმეც ვიტოვებ, რომ გარკვეული თავშეკავება, რომელიც მე გამაჩნია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ვსაუბრობ, პირდაპირ ადრესატი ყავს ამას და ზოგჯერ ვასახელებ ამ ადრესატებს და ზოგჯერ ვერ ვასახელებ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას ყველაფერს ძალიან კარგად გაანალიზებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ის თანამდებობის პირები, რომლებიც ზოგადად ქვეყანაში უზრუნველყოფდნენ საკადრო უზრუნველყოფას, აბსოლუტურ უმრავლესობა ან არის განსაჩელის სკამზე, ან ელოდება იმ განსაჩელის სკამს და ზოგი უკვე საპატიმროში არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისათვის, რასაც მე ამ 2016 წლიდან მოყოლებული მე ამ თემებზე ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობ, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. ვინც არ გაიგონა, ყველა წავიდა განსაჩელის სკამზე და იმეც ვიტოვებ, რომ დღევანდელი ის ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ სიტუაციას, ცოტა მეტი გულისხმიერებით მოეკიდებიან ყველაფერი იმას, რაზეც მე ვსაუბრობ. მე არ ვსაუბრობ ჩემ პირად კეთილდღეობას. არც იმით არ ვარ დაკავებული, თავი მოგაწონოთ, რომ და სადმე გთხოვოთ, რომ ან დავინიშნო, ან რაღაც სარგებელი ვნახო, არაფერი არ მჭირდება მე თქვენიდან, მე მჭირდება მყარი ეროვნული უსაფრთხოების მქონე სახელმწიფო, სადაც ჩემმა მომავალმა თაობებმა უნდა იცხოვრონ და უნდა გაგრძელდეს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ის განწყობები, რაც დღეს არის საზოგადოებაში, ეს არის თითქოს დროებითი მოვლენა და ძალიან არადარდებთ და მათ შორის მაღალი დონის თანამდებობის პირებს, მაღალი რანგის დონის არა, რანგის თანამდებობის პირებს და სწორედ ისინი ქმნიან ამ განწყობას. მე არ მინდა ესეთ ქვეყანაში ცხოვრება და მინდა რომ იყოს ძლიერი სახელმწიფო. და მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც რიგითი მებრძოლი, რომელიც დგას სისტემების გარეთ და ყოველთვის იბრძვის და ცდილობს რომ გამოსწორდეს ვითარება ქვეყანაში. დანარჩენი თქვენთვის მომინდია თქვენი ხელისუფლება, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, მე შევეცდები რომ ჩემ პასუხისმგებლობაზე ვიყო პასუხისმგებელი და არ დავარღვიო ქვეყნის ეროვნული ინტერესი. მოხარული ვარ ბატონ დავით, რაც თქვენ ბრძანეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით და აი უნივერსიტეტებში რო არის კატეგორია, მე მახსოვს საბჭოთა კავშირის პერიოდში სადღაც პლუს მინუს მაგ მასშტაბზე იყო გასული 150-დან 200 კაცამდე ხდებოდა რეკრუტირება ყოველ წელს, ან გამოშვებით 2 წელიწადში ერთხელ. და მე მოხარული ვიქნები, რომ ეს ახალგაზრდების რესურსი გამოიყვანონ და ეს რეკრუტირების სამსახურები არ არის დასაძრახი. ეს უნდა მოქმედებდეს ყველა სამინისტროში და მე ვერ დავიჯერებ მიუხედავად იმ საგანმანათლებლო სისტემისა, რასაც ბოლონის სისტემა ქვია, ბოლონის პროგრამა განათლების, მიუხედავად ამისა, ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არ იყვნენ ეროვნული სულითა და აღდგენებით ახალგაზრდები. რაც თქვენ ახლა დამიდასტურეთ და მე მოხარული ვარ ამის. არ გაამართლა და ეს იყო პრაქტიკულად საგანმანათლებლო სისტემის დასამარება სამწუხაროდ. ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის ბოლონის არ არის გამართლება. მაინც ახლა ცოტა მოძრაობა გავაკეთე და ეს არის ის სახელმძღვანელო ერთი, რომელიც ბაკალავრიებთან ერთად აღგვაქვს გაკეთებული. ძალიან კარგი. ტერორისტული აქტებისა და სახელმწიფო გადატრიალებების ცდელობის სადაზვერო ხასიათი და მათი გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და ეს გახლავთ მეორე მონოგრაფია, ეს გახლავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის სადაზვერო და კონტრსადაზვერო კონტურები. ვფიქრობ, რომ
რატომ დავით ეს ფართო გაყიდვაშია საქართველოში? გაყიდვაში ეს არ არის ეს სადიდება მაშინ რომ სულ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში არის რა თქმა უნდა ეს რა ქვია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შესაძლებელია რომ ახლა გაყიდვაზე არ ვფიქრობ ზოგადად არ მიმაჩნია რომ მე გაყიდვა იმ კუთხით ვიგულისხმე რომ წვდომა სადა აქვთ რა შეეხება იმ დაინტერესდება სად შეიძლება რომ ნახოთ აი ეს სახელმწიფო ღია წყაროში არის ესა განთავსებული და შეგიძლიათ რომ ღია წყაროშივე ნახოთ იმეც ვიტოვებ რომ მე შეუთანხმდები ჩემ აი ყოფილ სტუდენტებს და თუ ისინი ნებას დამთავრენ შესაძლებელია რომ აღნიშნული წიგნიც გამოვაქვეყნოთ უკვე ჩვეულებრივად ღია წყაროში და ადამიანებს მიცე იმის საშუალება რომ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მოახდინონ ეს ინფორმაცია რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს საზოგადოებაში უნდა გავიდეს მე ასე ვთვლი ბატონ დავით და გადმოვედი ტრადიციულად რეგიონზე ამიერკავკასიაზე რაც ბუნებრივია ჩვენთვის ყველაზე მკვნეული და ყველაზე მნიშვნელოვანია მით უმეტეს აი ამ დაძაბულ ვითარებაში რაც ახლა სოფლიოში ხდება და ხვალ სომხეთში არის დაგეგმილი არჩევნები მე ვთვლი რომ სომხეთის არჩევნები როგორც სომეხი ხალხისთვის ეს არაერთხელ მithქვამს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი ფართოგაგებად რეგიონისთვის აქ ირანის მომენტიც იქნება უეჭველი გათვალისწინებული აქ იქნება რუსული ინტერესები და მე მინდოდა ზუსტად დასავლეთის მომენტზე მესაუბრა და კერძოდ საფრანგეთზე აი გამომდინარე იქიდან რა მოვლენებიც ახლა საქართველოში განვითარდა ჩვენ ამას ახლა რამდენიმე წუთის წინ შევეხედა მე მინდა ცოტა განსხვავებული კუთხით შევხედოთ ახლა ამ ყველაფერს 2008-ში კონფლიქტის შემდეგ საფრანგეთის მხარემ კერძოდ სარკოზიმ სერიოზული ინიციატივები გამოიჩინა და ჩვენ მოგვავლინა როგორც მაშველი რგოლი ჩვენსა და რუსეთს შორის და ჩვენ ჩავთვალეთ რომ ნუ ეს ის რგოლი იყო რომლის გამოყენებაც არ შეგვეძლო და შესაძლოა ეს მართლაც ასე იყო წინააღმდეგ შემთხვევაში მე ეჭვმეპარება რომ რუსები გორთან გაჩერებულიყვნენ მაგრამ გავიდა დრო და ის აუცილებლად მე ირკვევა რომ ზუსტად ის ხელისუფლება რომელიც ჩვენსა და რუსეთს შორის მედიატორის როლს ასრულებდა 2007 წელს თავად იყო სკანდალში გარეული რომლის თემები დაიძრა საფრანგეთ ლიბიას შორის ფარულ ურთიერთობებს შემდეგ პრეზიდენტ სარკოზიმ სასჯელიც მოიხადა თუმცა ეხლა ეს საქმე წარმოებაშია და აი მოვიდა 2026 ბატონო დავით და აკვე ჩვენს ყურისძირში სომხეთში არის გადამწყვეტი არჩევნები პაშინიანი და სხვა დანარჩენი მსოფლიო და აქაც ხედავთ რომ ფრანგული ინტერესი იქნება გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს საფრანგეთისთვის სომხეთი და აი ეს მომენტი რომ გავშალოთ რამდენადაც ეს შესაძლებელია რამდენადაც ეს შეიძლება რომ ითქვას რა მოლოდინები გაქვთ თქვენ კერძოდ საფრანგეთის მხრიდან და რა მოლოდინები გაქვთ თავად სომხეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნუ სიტუაცია არაერთგვაროვანია თვითონ ეხანდელი მართველი რომელიც კვლავ იბრძვის იმისთვის რომ დარჩეს ხელისუფლებაში არაპროგნოზირებადი პირია მე დარწმუნებული ვარ და განწყობები ღია წყაროებში რაც არის ის რომ ზოგადად ძალიან ბევრ რამეს არ პატიობენ და არაპატიებენ ზოგადად პაშინიანს რაც ზოგადად მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება ეხლა რაც შეეხება ინტერესებს განცხადებებს იქ გარკვეული ჯგუფები მანიპულირებენ მათ შორის საქართველოს მიმართებაში რომ რაღაც ჩიპის ქარხანა გაიხსნა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მე არანაირად არ მინდა და მშვიდობა მინდა უსურო სომეხ ხალხს და თვლი რომ რაც უფრო სტაბილური იქნება ვითარება სომხეთში და აზერბაიჯანში ეს ძალიან ხელშემწყობი გარემოება იქნება რომ ჩვენთანაც საქართველოში იყოს სტაბილური ვითარება მაგრამ ყოველთვის როგორც ქვემოდან ისე შუაში და ისე ზემოდან აუცილებლად ღირს გადახედვა იმ ვითარების რაც ზოგადად სომხეთში ხორციელდება არაერთგვაროვანი განწყობები და მთავარი და არსებითი გახლავთ ის რომ არსებობს ერთი სახელმწიფო რომელსაც თავის სამხედრო შენაერთები დისლოცირებული ყავს სომხეთში აქ მე ვფიქრობ რომ ძალიან როდესაც საფრთხების იდენტიფიცირებაზე ვსაუბრობთ თუ კი ამ მიმართულებით მივუდგებით ვფიქრობ რომ აქ იმხელა დიდი საფრთხე აქვს სომხეთს ვფიქრობ რომ ნებისმიერ შემთხვევაში რა
შედეგიც არ უნდა დაიდოს არჩევნებში, სომხეთი მაინც მაღალი საფრთხის და მაღალი რისკის ქვეყანად შეიძლება მოვიაზროთ. არ ვიცი ხა რა ტიპის გაფრთხილებებს კიდე გააკეთებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაბიჯები რუსეთის ფედერაციამ უკვე გადადგა ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის და მისი პოლიტიკური პოზიციების გამო და ვიცით ჩვენ რა შედეგი მიიღო ამით ზოგადად სომხეთმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვარ განწყობილი, თქვათ, არ მაქვს კარგი პროგნოზი, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვათ ფაშინიანი გაიმარჯვებს, რომ რუსეთი თავის პოზიციებს დათმობს სომხეთთან მიმართებაში და ძალიან ხელგაშლილად დაუთმობენ პოზიციებს საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ ყველაფერი რაც შეჯერობით პროპაგანდის ნაწილია, შესაძლებელია შემდეგ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს ზოგადად ქვეყანა და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვისაუბრებ მთავარ და ძირითად საფრთხეზე და რატომ ვამახვილებ ყურადღებას. ნახეთ, ჩვენ ვიყავით ქვეყანა, საიდანაც პრაქტიკულად სამხედრო შენაერთები რუსეთის გაყვანილი იყო. გახსოვთ 2008 წელს და ამაზე ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა ხელისუფლებას, მათ შორის შევარდნაძის ხელისუფლებას, ის იყო საფუძვლის ჩამყრელი და შემდეგ მომდევნო ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ნახეთ თუ რა პროცესები დატრიალდა ჩვენთან და რა ძალა იყო გამოყენებული ძირითადად სხვადასხვა ტიპის პროვოცირებისათვის, რაც ჩვენ ვერ გავთვალეთ და ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის იმ პერიოდის სადაზვერვო სამსახურისა და კონცადაზვერვო სამსახურის ჩავარდა, რაც ასევე ამ ხელისუფლებამ არ გაანალიზა. რაც არის, ვფიქრობ, დღესაც კატასტროფული შედეგების მომტანი, იმიტომ რომ იმ უწყებებში დასაქმებული პირები დღესაც განაგრძობენ მაღალი დონის იერარქიებზე აღმასვლას და გადაადგილებას. ამიტომ რატომ არის ესე გაფეთიშებული ესეთი მათი გადაადგილებები, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კარგ შედეგებს სახელმწიფოს არ მოუტანს. ამიტომ იმ შემთხვევაში, როდესაც აქ სამხედრო შენაერთები არ იდგა რუსეთის, ჩვენ ნახეთ, რომ ის რეჟიმები, სეპარატისტული რეჟიმები, რომელიც ჩამოყალიბებული ჰქონდა, გამოყენებული იქნა ბუფერულ ზონად და ძალიან მარტივად და უმოკლეს დროში მოხდა სპეცოპერაციის ორგანიზება. და მე იმ თავშეკავებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაგაში მე თვითონ გეთანხმებით, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ამ პროცესების მონაწილე და ძალიან კარგად უყურებდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში თუ რა პროცესები ხდებოდა. ერთ რამეს სასახად დაგიდასტურებთ, რომ იმ დონის დემორალიზაცია იყო საბრძოლო მოქმედებების მესამე დღეს და არაფერს არ ვსაუბრობ უშუალოდ ფრონტის ხაზზე, მე გესაუბრებით ფრონტის ხაზის მიღმა, იმ დონის დემორალიზაცია იყო, რომ პრაქტიკულად არ შეიძლებოდა რომ იქ რაიმე წარმატებაზე საქართველოს ეზრნა, უკვე მეორე დღესაც უკვე საფუძვლიანად გამოჩნდა. ამიტომ ის საფრთხე რაც სომხეთს ყველაზე ახლოს აქვს, მე ვფიქრობ რომ სომხეთის მოსახლეობას ამის გათვალისწინება ან მართებს, ან მართებს ეს მათია დამოკიდებული, ამას მე ვერანაირად ვერ უკარნახებ სომხეთის მოქალაქეებს, მაგრამ ვფიქრობ რომ ისინი მიიღებენ გონიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სამხრეთ კავკასიისათვის ზოგადად სტაბილურობის მომტანი, რომელიც მოუტანს სტაბილურობას როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს და ისე საქართველოს. და აი საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი აი ეგრეთ წოდებულ არაფორმალურ ერევნის სამიტზე იქ ძალიან უშუალო ურთიერთობა პაშინიანთან ერთად რაღაც მუსიკალური ნომრის შესრულება და რაღაც არ გაგონებთ, ალუზია არ გიქნებათ? ერთი წასვლას აპირებს ჩვენთან მიმართებაში ფრანგების ერთი წასვლას აპირებს და კონცერტით მიდის და მეორე მოსვლას აპირებს და ესეც კონცერტით მოდის. ნუ დიდი კონცერტი არის, პოლიტიკური კონცერტი, პოლიტიკურ სცენას უყურებთ ახლა ჩვენ თეატრალურ სცენას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ამ ტიპის მხარდაჭერები შესაძლებელია რაღაც გარკვეულ ნაწილში მოსახლეობისას მას კონდეს დადებითი ეფექტი და შესაძლებელია ეს იყოს უფრო საერთაშორისო არენაზე დადებითი ეფექტის მქონე და შესაძლებელია ეს იყოს უშუალოდ იმ ქვეყანაში. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც უკვე ეფექტს იღებს ხოლმე სახელმწიფო. ამიტომ უნდა დაველოდოთ ეს არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგები გვამცნობს ყველაფერს თუ რამდენად მაღალი იყო უცხო ქვეყნების სადაზვერვო პროპაგანდა. ის რომ მაღალი დონის სადაზვერვო პროპაგანდა არის ზოგადად სომხეთთან დაკავშირებით, ამაზე მე ვფიქრობ, რომ ალბათ თქვენს და მეთანხმებით, უცხო ქვეყნები თავის ინტერესების გატარებას აუცილებლად პირველ რიგში ამ პროპაგანდით ახორციელებენ და მერე
არჩევნების მერე უფრო სხვა ფაზაში გადავლენ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ფაშინიანი თქვათ გახდება და შეინარჩუნებს თავის პოზიციას, ფიქრობ, რომ საფრთხე არ შეუმცირდება სომხეთს. აქ მე მინდა ავაჭორაზე ზალკი ხაზი გაუსვა, ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ და რატო უსვამ ამ საქმეს? თუმცა არც ის არ უნდა დაგვაუწყდეს ბოდიში რომ გაგაწყვეტინებთ, რომ ფაშინიანის თქვათ ვიზიტი მოსკოვში პრეზიდენტთან შეხვედრაც მე არ ვიცი ხა ესეთ თამაშები ზოგადად მიმდინარეობს რა და ღმერთმა უწყის ახლა ფაშინიანი ვის თამაშს თამაშობს. ჩვენც გქონდა ჩვენს ისტორიაში ჩვენ და სამწუხაროდ ხავდა მართველი რომლის ვისთან რას თამაშობდა ღმერთმა უწყის და მე ჩვენ კარგი ქართული ანდაზა გვაქვს ხო ორი კურტოს მაძევარი რო ერთეს რიჩერს აი ახლა შესაძლებელია ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი ვერსია ესეც უნდა იყოს რა ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ნახოთ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ყველა გაფრთხილება ფაშინიანს მიღებული აქვს თუ ის ამ ორ მაგ თამაში არ არის ჩართული და ერთ მხარესაც არ პირდება თქვათ ან ორ ან სამ მხარეს შეიძლება ერთ და იგივე რამეს პირდება და ნახოთ რომ მოვლენები როგორ განვითარდება მაგრამ არც ფაშინიანი არ გონია ხა ისეთი ადამიანი რომელსაც იმის ანალიზის უნარი არ კონდეს რომ მას რა საფრთხე ელის იმ სამხედრო ბაზებიდან ეხლა როდესაც მე მქონია შემთხვევები ეხლა უკვე რამოდენიმე წელი ამაზე აღარ მისაუბრებ მაგრამ მქონია შემთხვევები როდესაც სტუდენტებს ვესაუბრებოდი რომ აი მაგალითად სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მე მათ უხსნიდი რა ქონდა დადებითი და რა ქონდა უარყოფითი. ამიტომ თუ კი ჩვენ ისტორიას გადავხედავთ ამ სამხედრო ბაზებისას ეს არის ტერიტორიების თქვათ ერთობლიობა რომელიც წარმოადგენს სწორედ იმ სახელმწიფოს კუთვნილებას ვისი სამხედრო თანაყოფის დგას თქვათ უცხო სახელმწიფოში. შესაბამისად იქ რაიმე ღონისძიების ჩატარების უფლება არ გააჩნია იმ სახელმწიფოს ვისი ტერიტორია ზოგადად არის ისტორიულად ეს ტერიტორია. შესაბამისად იქ გამარტივებულია როგორც შეერაღებული ტერორისტული და დივერსანტული ჯგუფების მომზადება, ისე გადაბირების პროცესები და ძალიან ბევრი რამ, რაც შესაძლებელია შემდეგ გამოყენებული იქნას პოლიტიკური დესტაბილიზაციისათვის სამიზნე სახელმწიფოში. ამიტომ ეს მარტივი თემა არ არის. ნახეთ, კიდევ ერთ ძალიან მახინჯ ეს რა ქვია, პროცესზე მინდა გესაუბროთ, რომ ჩვენ და სამწუხაროდ იშვიათი გამონაკლისის გარდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საფრთხეებზე არ საუბრობენ. მათ შორის ძალიან აი სადაზვერვო პროპაგანდის ნიშნებს შეიცავს სწავლებები, როდესაც ასწავლიან ნატოსა და ევროკავშირს. ნახეთ, რა თქმა უნდა ასწავლო რა არის ნატო, რა არის ევროკავშირი, რა არის სარგებელი ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში, მაგრამ აუცილებლად ყველა იმას, ვისაც ავალია და ხელთ უყრია, თქვათ, იმის შესაძლებლობა იყოს ლექტორი და პროფესორი, მან აუცილებლად სტუდენტებს უნდა აუხსნას შესაძლო საფრთხეები ჩვენი ქვეყნის ამ ორგანიზაციაში გაერთიანების შემთხვევაში და სტუდენტები უნდა მსჯელობდნენ აუცილებლად რამდენად სასარგებლოა ან რამდენად არ არის სასარგებლო თქვათ ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაერთიანება. აი ეს პროცესი რო გქონოდა ჩვენ არ მივიღებდით იმ მასშტაბურ და დიდ ტალღას, რომელმაც დააგდა, რომ ქვეყანაში შექმნილი შეგრება, სადაც აბსოლუტურად მათ შორის პროფესორ მასწავლებლების მოწოდებით, რომლებზედაც საერთოდ სახელმწიფოს დღემდე რეაგირება არ გაუკეთებია, მე მგონი ძალიან კარგად მეგობრებიან კიდევაც დღევანდელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი წევრები იმ ადამიანებთან, ვინც ამ პროპაგანდაში იყო ჩართული და ისე არიან გადაკვანძული ერთმანეთთან, ამათ დაშორიშორება ან ერთად მოხდება და ან საერთოდ არ მოხდება და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნახეთ, რამ გამოიწვა ის მუხტი გამოიწვა სადაზვერვო პროპაგანდა. ამიტომ ყველა უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად საფრთხეების იდენტიფიცირებაზე უნდა იყოს მსჯელობა და უნდა იყოს საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ანალიტიკურ სისტემას ვერ ვაყალიბებთ. სახელმწიფოს ვერ ვაძლევთ პროდუქტს. ნახეთ, თქვენ გაყავით ორ ნაწილად, ჰუმანიტარული და ტექნიკური სექტორი. თუმცა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ სპეცსამსახურებშიდაც მნიშვნელოვანია ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ინჟინრები და ეს შემდეგ და ამ შემდეგ, იმიტომ რომ არსებობს ეკონომიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური დაზვერვა, კონდაზვერვა, არსებობს სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა, კონდაზვერვა, არსებობს ეკოლოგიური დაზვერვა, კონდაზვერვა, ამიტომ ამ შემთხვევაში
ყველა ტიპის მთავარია მაღალი ინტელექტის და სახელმწიფოებრივი აზროვნებით უნდა გამოირჩეოდნენ სტუდენტები და ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმ ორგანიზაციის ჩატარების შესაძლებლობა, რომელზეც თქვენ დამეთანხმდით. ამას იცით რა უწყობს ხელს? ესე სპონტანურად კი არ უნდა ხდებოდეს. ქვეყანა რომელიც იღებს, აი მე რო გითხარით, თქვენ რო კანონებს და ისეთი ჯგუფი იღებს და აყალიბებს იმ კანონს, უпроსტად მიღებამდე კანონს, რომელსაც არანაირი პრაქტიკა არ გააჩნია, ამიტომ კანონის მიღებამდე აუცილებლად უნივერსიტეტებს, კერძოს თუ სახელმწიფოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გარკვეული დაფინანსების საფუძველზე საიდუმლოების გრიფით მიმდინარეობდეს მუშაობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით, რომელშიც ჩართული იქნებიან, რა თქმა უნდა, სანდოობით გამორჩეული პროფესორები, რომლებიც სათანადო შესწავლას გაივლიან და სანდოობით გამორჩეული სტუდენტები, რომელსაც აქვს მაღალი ინტელექტი. ნახეთ, როგორც კი ჩვენ ამ ეტაპზე გადავალთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მზა უკვე პროდუქტი, რომ უნივერსიტეტებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფ რგოლებს, ძირითად რგოლებს, ეს იქნება დაზვერვა თუ კონდაზვერვა, იქნება ძალიან მაღალი დონის საკადრო უზრუნველყოფის შესაძლებლობა. თქვენ შეიძლება ეს არ თქვით, მე კი მიგიხდით, რაც თქვით, რომ ძალიან ძნელია, მე გეთანხმებით, მაგრამ აი სულ არაობას ვთქვი, რომ ამაზე შევთანხმებულიყავთ, რომ ის 100 და თქვა 200 კაცი თქვა შერჩეულიყო, მაგრამ რეალურად აი ამ მიმართულებიდან უნდა ღვებულობდეთ ჩვენ შევსებას და დამერწმუნეთ, რომ მართლაც ძალიან მაღალი დონის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მობილიზება შეგვეძლება. იმეც ვიტოვებ, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. მე გარკვეული დაკვირვების პროცესში გახლავართ ეხლა მე რომ სადღაც როგორც კი დაინიშნა, მაშინ ერთ-ერთ მედია საშუალებაში მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ აი თუ ის ჯგუფი, ვინც აკონტროლებს მედიას და ამას ასე უნდა ხდებოდეს ყველა სამსახურებში, თუ იმ ინფორმაციას, რომელიც მე გავაჟღერე და ის იყო ეროვნული უსაფრთხოებისაც მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველი ინფორმაციას არ ჩააყენებენ საქმის კურსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება იმ არასასურველი და არაუსაფრთხო რგოლის არსებობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც ყლაპავს ინფორმაციას და რაც არ აძლევს ქვეყანას რეალური ვითარების შეფასების საშუალება. მოდი ჩავთვალოთ, რომ მეორე ექსპერიმენტი აი თქვენს ტელევიზიას დაუთმოთ. იმიტომ რომ თქვენი ტელევიზიაც საინტერესო არის, თქვენი საშუალებაც საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ ორიენტირებული მარტო შიდა ჩვენ აუდიტორიაზე და თქვენ გიყურებენ სხვადასხვა ქვეყნის მედიას საშუალებები. ამიტომ აი ეს განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ თქვენი მედიას საშუალება კონტროლდებოდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ და ესეც უნდა იყოს. მე კი არასოდეს არ ვამბობ რომ არ უნდა კონტროლდებოდეს, მაგრამ უნდა იყოს ისეთი მექანიზმები შეცვლილი, რომ ეს კონტროლი გამოიყენებოდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ და ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე. ისე რომ არ უნდა ჟღერდებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ რეაგირება აუცილებლად უნდა იყოს. ბოდიში თუ რაღაც ისეთი არა, რა ვზანებთ, არა. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობთ, მთელი ჩემი იდეა ამ ყველაფრის დაწყებისა იყო ეს, რაღაცე რომ ჩემთვის არაფერი ესეთი არ არის განსაკუთრებული და საუცხო. და ბოლოს ბატონ დავით. აი ნახეთ როგორი მომენტია. რატომ აქ შიშის განცდა, ნახეთ. მე არ მინდა რომ სომხეთის ხელისუფლება მოიქცეს როგორც ავანტიურისტული მმართველი ჯგუფი და რას გულისხმობ. სახელმწიფო არის ოდეკაბას წევრი, ჯერჯერობით. გიუმრის ბაზა ყოფილი ლეინაკანი, მე მქონდა ბედნიერება საბჭოთა კავშირის დროს მემსახურა ლეინაკანში, მაშინ ამ ქალაქს ლეინაკანი ერქვა და ეს იყო ქალაქი გარნიზონი. ანუ ქალაქი შეიქმნა ზუსტად სამხედრო გარნიზონის გარშემო. ეს ვარ ნამყოფი. კი, მომსახურე პერსონალი. მეც ზრდოს იქ ვსახურობდი, ეპიცენტრში ვიყავდი და წარმოიდგინეთ, მომსახურე პერსონალიც კი 99%, აი, რასაც პრაპორშიკები ქვია, ანუ სვერხსროჩნიკები და პრაპორშიკები იყვნენ სულ სომეხი ეროვნების ხალხი. ეს იყო ქალაქი გარნიზონი, თქვენ ესე იგი იცით ეს ყველაფერი. ეს სხვათა შორის მიწისძვრის დროსაც მოხდა, იმას რა დატვირთვა ჰქონდა ლეინაკანს. მე ვამბობ ძალების კონცენტრაციის მხრივ. და აი ნახეთ რა თქმა მინდა რატომ აქ საფრთხე. საბჭოთა კავშირის დროს ეს ქალაქი იყო ითვლებოდა საბუფერო ზონად და თურქეთთან მიმართებაში. იმდენად რომ 12 საათზე როცა საბჭოთა კავშირის სატელევიზიო მაუწყებლობა ჩერდებოდა. მოდი გაწყვეტინებთ, აი თქვენ თვითონ კარგად თქვით ეხლა და
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის პროპაგანდისტული მხარდაჭერა დღევანდელ აი რატო დაუკავშირე ნახეთ და იმდენად დიდი იყო გავლენა რომ 12 საათზე როცა ცენტრალური ტელევიზიები ნუ მაშინ სულ ტელევიზია იყო მე ამას რომელ წელს ვაკვირ 87-89 წელი იყო როცა ეს თავდებოდა ეგრეთ წოდებული პრადლიონკა იწყებოდა რომ მოსახლეობას ეგრეთ წოდებულად არ ეძებნა ალტერნატიული ანტენები ან რაღაცა რომ დაეჭირა თურქული არხები წარმოიდგინეთ რამდენად საბუფერო ზონაა ამ საბუფერო ზონაში დღეს დგას ბრიგადა რუსული სახელმწიფო არის ოდკბ-ს წევრი და პარალელურად ამერიკელები აღნიშნულ ფრანგებთან ერთად ნუ ფრანგები ახლა ნაკლებად მაგრამ ამერიკელები აქტიურად აწვევიან იმ უტოპიურ ტრამპის გზას ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის კორიდორს კონტექსტში აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ირანმა ამერიკა ირანის ომის შემდეგ გაიმყარა პოზიციები და იგი მოგოლინა როგორც დიდი მოთამაშე უკვე სტრატეგიული და სამხედრო დიდი რესურსებით ხდებით როგორი ინტერესების თანხვედრაა ეს არის როგორ ვთქვათ ეს არის ორი ანტაგონისტური ძალის დაჯახება ერთ მცირე გეოგრაფიულ მონაკვეთზე და იმ ექშიში მაქვს მე რომ ეს ავანტურასთან არის მეთქი დაკავშირებული და აი ამაზე თუ გაქვთ ეს შეფასება რომ თქვენ ბრძანეთ რომ პაშინიანს გააჩნია ხა იმდენი შეგნება რომ ლოგიკურად მართოსო მაგრამ მე რასაც უყურებ მონაცემს არა შეგნებაზე არ გამომახვილებია ყურადღება შეგნება არა მე უბრალოდ ვთქვი რომ რამოცემულობაა ხო ანალიტიკური აზროვნება ექნება იმისი მაგრამ იმ შემთხვევაში თუ როგორც უკრაინასთან მოავლინეს პირი რომელმაც შემდეგ რაც თავს მოახვია უკრაინას ძალიან კარგად ვიცით აი ეს მაწუხებს ყველაზე მეტად ვიცი რომ თქვენც ეს გაწუხებთ რა თუ ეს არის ჩვეულებრივი ავანტურისტი და ისიც რაღაც კონკრეტული აქციისათვის არის მოვლენილი ვშიშობ ისევ 1921 წლისკენ მიბრუნებას და არ მინდა რომ ეს ყველაფერი თქვათ კიდევ ერთხელ განმეორდეს და ძალიან მე ყველაზე მეტად რაც ალბათ მიხარია და რითაც ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და უბრალოდ გული მტკივაა რომ ჩვენი ყველაზე ალბათ ერთ-ერთი მსოფლიოში გამორჩეული მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების გარემოცვაში რატო ვერ ხერხდება სტუმარ მასპინძლის მაღალი ურთიერთობის მქონე სახელმწიფოს როგორ არ შეუძლია რომ დაალაგოს ყველასთან ურთიერთობები. აი ეს არის სწორედ ის ნიშანი რომ უცხო ქვეყნების სამწუხაროდ შეღწევადობა არის მაღალი თუ არა ჩვენი ნიჭი და უნარი და შესაძლებლობა მე ვფიქრობ რომ დაძლევს იმ პრობლემას რაც და ჩვენ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ის ავანტურისტია მაშინ შიშობ კიდევ ერთხელ რომ შესაძლებელი ეს გახდეს მნიშვნელოვანი საწყისი სხვადასხვა ოპერაციული ხასიათის ქმედებებისა რომელმაც შესაძლებელია რომ გამოიწვიოს მასშტაბური დესტაბილიზაცია კავკასიაში. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით რა, ეხა არ მინდა, ნამდვილად არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად შესაძლებელია რომ ეს განვიხილოთ. ეხა დავიწყოთ უბრალოდ ძალიან მოკლე ანალიზი, ხო, ვითარების. თუ გახსენდება თქვენ პრინავის საშუალებების ჩამოვარდნა რომ მოხდა გარკვეულ ტერიტორიებზე, ხო, ესეც მე არ აღვიქვი ეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ეს იყო გარკვეული გაფრთხილება და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იყო სპეცოპერაციები რომელიც საინტერესებულა სახელმწიფოებმა განახორციელოს. ბატონ დავით, მაპატიეთ ეს ირანის კონფლიქტის ძახით, აზერბაიჯანმა რომ დიახ. ეხლა რაც შეეხება დავაკვირდეთ ვითარებას, ხომ? სომხეთში შეერაღებული ძალები ძალიან საკმაო რაოდენობით გააჩნია რუსეთის ფედერაციას თავის პრობლემების მოსაგვარებლად. რაზე ვსაუბრობ ანექსიაზე, ხო, პირობითად. თუ ისეთი კრიტიკული ფაზა შეიქმნება, რომ ერთი რამე მე მგონი რომ ყველამ გავიგეთ, რომ სამხრეთ კავკასია არის რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი რამ მან ძალიან კარგად იცის რა პროცესები განვითარდება სამხრეთ კავკასიის დაკარგვის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ ეს იყოს იძულებითი ქმედება, მაგრამ არ არის ყოველ შემთხვევაში ძალიან რთული დღევანდელი მოცემულობით რომ სომხეთში მოხდეს ან სამხედრო გადატრიალება ან პირდაპირ ისეთი პროცესი რომელთაც რუსეთის ფედერაცია შეძლებს ვითარების კონტროლს. დავაკვირდეთ საქართველოს ორ მნიშვნელოვან ისტორიულ ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული არის შეერაღებული ძალები რომლებსაც აქვს სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რაც აქვს რუსეთის ფედერაციას.
აღარ გამომეორდები, ახლა რამდენი წუთი არის იმისთვის საჭირო, რომ მან ეს ქმედებები განახორციელოს და გვჩება აზერბაიჯანი. და ღმერთმა უწყის და ვერ ვთვლი, რომ აზერბაიჯანში არის სტაბილური პოლიტიკური ვითარება. არ ვთვლი ამას, ერთი შეხედვით. რომ ერთ შეხედვით ეს ჩანს, რაც გარკვეულწილად როგორც პროპაგანდის, ისე ფინანსებით რაღაცები შეჩერებულია, მაგრამ საზოგადოებრივი განწყობა ვფიქრობ არის ძალიან განსხვავებული იმასთან შედარებით, რასაც ზოგადად ჩვენ გვაწვდიან და ამას აუცილებლად გამოიყენებს დაინტერესებული სახელმწიფო. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს დიდი ხანი არ არის გასული, რამოდენიმე ხნის წინ დააკავეს, არ ვიცი, ჯაშუშობისთვის თუ უცხო ქვეყნის ხელშეწყობისათვის და საუბარი იყო რუსეთზე, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ერთ-ერთი აზერბაიჯანის. ესე რომ შემთხვევით მოვლენები არ არსებობს და ვფიქრობ, რომ ყველაფრის გათვლა უნდა გავაკეთოთ ჩვენ არა, ჩვენც რა თქმა უნდა. ჩვენ ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ხელი შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება სტაბილური გარემო იყოს ქვეყანაში და მან დაძლიოს ის პრობლემა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ავანტურა რაც განხორციელდება, ჩვენთვის არ იქცეს უბედურებად. ბატონ დავით, ძალიან ერთი რამ მინდა კიდე რომ გითხრათ, აი საფრანგეთის დაზვერვასთან დაკავშირებით. ნახეთ, რამდენად მომგებიანი არის ესეთი ქმედება, დასაბუთებული, კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი მაღალი დონის დასაბუთების შემთხვევაში რამდენად მაღალი არის საქართველოს კონდაზვერვის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია. მე აუცილებლად ამ საკითხს აუცილებლად მიუბრუნდები და შევეცდები, რომ საქართველოს ისტორიას შერჩეს ეს ფაქტი და ვფიქრობ, რომ ამას ანალიტიკურად და მეცნიერულად ეს დამუშავდება. თუ რა თქმა უნდა სახელმწიფოს ინტერესიც იქნება და რა თქმა უნდა საიდუმლოების რეჟიმი არ დაირღვევა, მაგრამ ნახეთ, აი ესეთი მაღალი დონის ნივთიერი მტკიცებულებით, როდესაც მოხდა ჯავშუში დაკავება, ნახეთ რა პროცესებს უკავშირდება და რა დონის პრევენციული ღონისძიება არის განხორციელებული ამ ტიპის დაკავებით. პირველ რიგში გარკვეული შიშის და გარკვეული სიფრთხილის ზომებს გამოიჩენს ლეგალური და არალეგალური დაზვერვა, რომელიც მოღვაწეობს საფრანგეთის ლეგალური და არალეგალური დაზვერვა, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში. მე ვსაუბრობ ოფიცრებზე, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის საფარქვეშ არიან და არსებობს არალეგალი კიდე ეს რა ქვია ზვერავები, რომელიც თავის ფუნქციას საქართველოში ასრულებენ. ესე იგი ისინი გარკვეულწილად მნიშვნელოვნად შეფერხებული იქნებიან. მეორე ნაწილი. საფრანგეთის აგენტურული აპარატის წევრები საქართველოში იქნებიან უკვე დაშინებული და მათ არანაირი სურვილი არ ექნებათ იმისა, რომ შეხვდნენ საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც გარკვეული პრევენციული ზომაა. აუცილებლად პირველ პერიოდში შეეცდება საფრანგეთის დაზვერვა, ამ ადამიანების შეხვედრა მოხდეს ან საფრანგეთში, ან მესამე სახელმწიფოში. და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კონსადაზვერვო უწყებას აქვს ინფორმაციები ამ ადამიანების შეხვედრების შესახებ, ძალიან მარტივად იქნება კონტროლებადი მათ შორის უცხო ქვეყნებში მათი გადაადგილება თუ დაზვერვა იქნება ჩვენი აქტიური. ესე იგი ნახეთ რა დონის თუ ესეთი შეზღუდვები ექნება საფრანგეთის დაზვერვა საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის დაზვერვა შეექმნება ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც აუცილებელი არის საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების იდენტიფიცირებაში. მას არ ექნება შესაძლებლობა, რომ სწორად შეაფასოს რისკები, დაგეგმოს სწორად ღონისძიებები და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთის დაზვერვა იქნება ნეიტრალიზებული საქართველოში. აი რა ეფექტი აქვს ერთ თითქოს და უმნიშვნელო დაკავებას, რომელშიც ჩადებულია ძალიან ბევრი თანამშრომლის შრომა და ალბათ ქვედარგოლის წარმომადგენლების შრომა და რითაც მე მადლობას ვუხდი მათ და ნამდვილად გეცვიხრი მათ წინაშე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ყველა ცდილობს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ეროვნულ საფრთხეობას. საუბრობ იმ ჯგუფებზე, რომელიც მუდმივად დესტაბილიზაციით არიან გამორჩეული და არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომელსაც სწორი კრიტიკა აქვს სპეცსამსახურის მიმართულებით. აი ესეც აუცილებლად უნდა გვეთქვა და მაინც დადებითით უნდა დაგვესრულებინა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. დღევანდელი საუბარი და ვფიქრობ, რომ ბევრი ნივთიერი მტკიცებულებით, ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი გამოვლინდება, ეს შეუწყობს ხელს როგორც სახელმწიფო საკადრო თქვათ საკადრო ფორმირების ხელშეწყობას გამოიწვევს, ისე კერძო სექტორში და ჩვენ გადავალთ უფრო
ღრმა და ეფექტურ საქმიანობას. და მოხარული ვარ, რომ ზუსტად ეს საკადრო ცვლილებებს დაემთხვა და დამთხევა სპეციალურ სამსახურებში არ არსებობს, თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები და მოხარული ვარ, რომ ზუსტად საკადრო ცვლილებასთან ერთად უკვე არის ქმედითუნარიანი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული, რაც არ შეიძლება რომ არ ახარებდეს საქართველოს მოქალაქეებს. მე მინდა რომ აი ერთ რაღაცაზე ხაზი გაუსვა. ნახეთ, ამის წინ იყო ვთქვათ, ესა ბატონი მდინარაძე, ეხა მოვიდა ახალი ეხა კიდე ერთხელ უნდა ჩამოყალიბდეთ ერთ რაიმეში რა. ჯაშს დაკავება არ არის 1 თვის, 2 თვის, 6 თვის, 1 წლის, 2 წლის საქმე რა. აქედან გამომდინარე მე მათ მადლობას ვეუბნები იმისათვის, რომ მათ პერიოდში მოხდა ეს გამოაშკარავება, რომ მათ მისცეს საშუალება კონდაზორის უწყებას, რომ ემოქმედათ. მაგრამ მეორე საკითხი დგება აქ, რატომ იყვნენ ხელფეხ შებორკილები კონდაზორის უწყების წარმომადგენლები დანარჩენი, ვთქვათ, ხელმძღვანელების პირობებში. აი ეს საკითხია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ვის ნებას ემსახურებოდნენ ესეც საკითხავია. ეხლა მე ვიცი რა საუბრებით წავა და ყველაფერი იცით თქვენ ვისაც ბრალდება საბოლოო ჯამში და იმ შემთხვევაში თუ ის იმის ბრალი იყო, მაშინ ესეც იმის ბრალი ყოფილა და ამ შემთხვევაში რაღაც ბრალეულობა ამ შემთხვევაში უნდა განეიტრალდეს. მე მაინც კიდევ იმასზე ვრჩები, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ვქვნით ძალიან დიდ შეხედულებებს რაღაცეებზე და გარკვეულწილად თუ რაიმე პრობლემები გჭირს, ეს არის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელსაც ქმნიან ესე იგი არასწორად სახელმწიფო სტრუქტურაში შერჩეული და დანიშნული მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ამას ვფიქრობ არც საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლები უწყობენ ხელს. დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და ეს არის ობიექტური რეალობა და მე მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოში შესაბამისი სამსახურები ალბათ სათანადო სიმაღლეზე არიან და რაც უფრო დრო გავა მე იმედი მაქვს გავლილი ბოლო ეტაპებიდან გამომდინარე რომ უფრო მაღალ სიმაღლეებზე გავლენ და მოკლედ ქვეყნის უსაფრთხოებას მაქსიმალურად რაც შესაძლებელი იქნება ობიექტურად დაიცავენ და სახელმწიფო ინტერესებს გაატარებენ ყველგან სადაც საჭიროა და რეკრუტირების სამსახურსაც მიხედავენ და ასე შემდეგ აქედან ყალიბდება სახელმწიფო როგორც სახელმწიფო ჩვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით უბრალოდ წარმონაქმნი და სხვა არაფერი. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, ამ შინაარსობრივი საუბრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ალბათ მაყურებლისთვის, ალბათ კი არა უეჭველი ესეც იქნება და აქვე თქვენის ნებართვით ბატონ დავით, მე მოვუწოდებ მაყურებელს, ვინც ნახავთ ამ ვიდეოს და ჩათვლით რომ ეს მნიშვნელოვანი საუბარი იყო ჩვენ შორის და ჩათვლით რომ ეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომ გავრცელდეს, ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ თქვენ ახლობლებში, მეგობრებში, როგორც ეთქვიან, დააშიარეთ და ამით ალბათ კარგ საქმეს გააკეთეთ. მე ასე მგონია. ბატონ დავით, თქვენ კიდე დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.